საკაბელო კომპანიების მიერ საკუთარ პაკეტში საერთო მაუწყებლობის სავალდებულო ჩართვის შესახებ კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კანონპროექტის ინიციატორებს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები გააცნეს. ისინი თვლიან, რომ მაუწყებლების ტრანზიტის ვალდებულება საკაბელო კომპანიებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უნდა დაეკისროთ. ასევე მეორე წინადადება ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებისთვის ქმედითი სახის სანქციების დაკისრებას ეხება. გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა უმრავლესობის დეპუტატებს მისი ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კანონში უნდა ჩაიწეროს ნორმა, რომ ნორმა იმ მაუწყებლებსაც ეხება, რომლის გავრცელების სიგნალიც ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 20%-ს ფარავს. პარლამენტმა დღეს იმ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ეგრეთ წოდებული მასტგერის შემოღებას და საკაბელო კომპანიების მიერ საკუთარ პაკეტში საერთო მაუწყებლობის სავალდებულო ჩართვას გულისხმობს. ეგრეთ წოდებული მასტგერის პრინციპის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კანონპროექტის ინიციატორებს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები გააცნეს. მათ შორის გამოიკვეთა სამი ძირითადი საკითხი, რომლის გათვალისწინებასაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ითხოვენ. მათ შორის ერთ-ერთი კანონპროექტის ვადებს ეხება და ისინი თვლიან, რომ მაუწყებლების ტრანზიტის ვალდებულება საკაბელო კომპანიებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უნდა დაეკისროთ. ასევე მეორე წინადადება ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებისთვის ქმედითი სახის სანქციების დაკისრებას ეხება. კიდევ ერთი საკითხი, რომლის გათვალისწინებასაც მედია ორგანიზაციების წარმომადგენლება კანონპროექტის ავტორებს მოსთხოვეს, პროექტის იმ ფორმულირებით ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც ეს ნორმა ტელეკომპანია კავკასიაზეც გავრცელდება. კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციით კავკასიის ჩართვის ვალდებულება მხოლოდ მისი მაუწყებლობის ზონაში არსებულ საკაბელო კომპანიებს ეკისრებათ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კავკასიას რეგიონულ საკაბელოებში ჩართვის საშუალებაც უნდა მიეცეს. აუცილებელია, რომ გავზარდოთ მასქების ვალდებულებების ვადები. პროექტში არ არის გათვალისწინებული მასოფერის ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, რომ გასაზღვრული იყოს სანქციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქცია საკაბელო ოპერატორისთვის უნდა იყოს პირველად 25,000 ლარი. მასკერის ვალდებულებით. ერთი ტელევიზია იარაღიანი შედარებით პაკეტში მოხდეს და მეორე ტელევიზია წვირიანში. სხვადასხვა ღირებულების პაკეტები არის და ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გაუგებრობა. უნდა საუბარი საკითხი ეხება იმას, თუ გავრცელდება თუ არა ეს პრინციპი კავკასიაზე. საკაბელო ოპერატორი კომპანიებისთვის კანონში საჯარიმო სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების შესთავაზა პარლამენტს კონკრეტული წინადადებები წარუდგინონ. მათ შორის შესაძლოა ეს იყოს ავტორიზაციის შეჩერება ან მაღალი ჯარიმების დაკისრება. ეს სანქციები კი მხოლოდ იმ საკაბელო ოპერატორ კომპანიებს შეეხება, რომელიც ვალდებულებების შესრულებაზე უარს განაცხადებს. ასევე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მაუწყებლებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკაბელო ოპერატორებთან თანამშრომლობის სხვა დამატებითი ვალდებულებები და ფინანსური ხარჯი არ წარმოეშვებათ. სააგიტაციო პერიოდს იგივე დროში არის შემოღებული ვალდებულებები უხარდოდ გაავრცელეს პოლიტიკური რეკლამა მაუწყებლებმა. ამას შეიძლება დაუკავშიროთ, თუმცა აქ ერთი მართლა მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება დაიწყოს, რაც უკავშირდება მეორე ტურის თემას. ამაზე შეგვიძლია რომ ვიჩვენოთ. კანონის ვადების გახანგრძლივების საკითხი იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე დაისვა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკაბელო ოპერატორებისთვის ამ ვალდებულებების დაკისრება კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე მოითხოვეს. ამის მიზეზად მათ რამდენიმე არგუმენტი მოიყვანეს. ეს გულებულია უნდა ეხებოდეს არა მარტო საარჩევნო კამპანიას, არამედ არჩევნებისას, არჩევნების მერე არის უამრავი ეს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეული პირობები დასკვნები, საუბარი არის დარღვევებზე, ხარვესებზე, ან თუნდაც პოზიტივზე. საარჩევნო პერიოდი განმარტებულია როგორც არჩევნების დღის დანიშნული და კენჭისყრის შედეგების შეჯაბრებამდე. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ექსკლუზიურად შეგვაქვს საარჩევნო კოდექსში, მაშინ ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი ითვალისწინებს კენჭისყრის შედეგების შეჯაბრებას. გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ავიღებთ და რომელიც არის ინიციირებული, გულისხმობს იმას, რომ წინა საარჩევნო პერიოდში, იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს აგიტაცია პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როდესაც ისინი წარადგენენ თავიანთ პოლიტიკური პარტიების პროგრამას, აი ამ შემთხვევაში უზრუნველყოფ მაქსიმალური უზრუნველყოფა ინფორმირებული. საარჩევნო კოდექსის შესატანი ცვლილებების განხილვისას სხდომაზე მყოფმა არასამთავრობო და მედია
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კამპროექტის ინიციატორებს რამდენჯერმე შესთავაზეს ისეთი სახით ცვლილების განხორციელება, რომელიც ტელეკომპანია კავკასიაზეც გავრცელდება და რეგიონების მასშტაბით საკაბელო კომპანიები ამ არხის ტრანზიტს შეძლებენ. ამ საკითხზე გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა უმრავლესობის დეპუტატებს მისი ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ნორმა იმ მაუწყებლებსაც ეხება, რომლის გავრცელების სიგნალიც ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 20%-ს ფარავს. კავკასიის საკითხზე დასმულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინადადებაზე კამპროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია ნორმა ყველა მედია საშუალებაზე გავრცელდეს და კავკასიასთან დაკავშირებით არასამთავრობოებს კონკრეტული წინადადებების წარდგენისკენ მოუწოდეს. კავკასია არის ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც დაფარული ზონა აქვს, საკმაოდ მაგალითს არ არის ნაციონალური არხი, მაგრამ თბილისის მოსახლეობაში თბილისის ასე ვთქვათ არის საკმაოდ დიდი, განსაკუთრებით 25% შეიძლება ესეთი ბარიერიც არსებობდეს. სადღაც ვთქვათ ეს ვარიანტი იყოს ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ საკმაოდ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონიურია. ამავე შენების პოლიტიზება პროვოკაციაზე და სადაც მოსულმეორებს ფაქტებზე იყოს ამაში მართლა თუ ეს იქნება სატელევიზიო ტელევიზია ამის შემდგომ შეძლოთ თუ შეიტანენ ასეთ განაცხადებას, რომ ბანკნოტების შესასწიარი აქ ნებისმიერი სხვა ფორმულირება სამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს ძალიან სწორი და ლოგიკური წინადადება პარლამენტს იმისათვის, რომ მასკერი შეეხოს კავკასიასაც. თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება იმისა, რომ კავკასიას შეეხოს ეს მასკერი და არ აღმოჩნდეს ჩვენ განსაკუთრებულად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, გამოჩნდება იმის მიხედვით, რამდენად მიიღებენ ამ წინადადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადი იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ კავკასია აღმოჩნდეს სხვებთან შედარებით ძალიან არათანაბარ ვითარება. იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კამპროექტის მსჯელობა ხვალ სესიაზე გაგრძელდება, კამპროექტის დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.